Keep sliding over. Tell everybody hello, and I'll tell Will. Hug him. Thank you. Batono generalo, batono ოფიცრებო, საქართველოს ჯარისკაცებო, მე მინდა მივესალმო ჩვენს ქვეყანაში ამერიკის თავდაცვის მდივნის ჩამობრძანებას და მინდა განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ყველაზე ძლიერი საიმედო მოკავშირე, რომელიც მხარს უჭერს სრულად საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენი მებრძოლები ერთად ამერიკელ ჯარისკაცებთან მხარდამხარ იბრძვიან და ამყარებენ საერთაშორისო მშვიდობას. General officers, Georgian military, I would like to welcome America is the strongest and most reliable ally our country has that contribute greatly to the enhancement of Georgia's defense capabilities. I'm really proud to state that our military fight side by side the American military, strengthening and supporting international peace. ჩვენთვის განსაკუთრებული სიამაყეა ის, რომ ამერიკის თავდაცვის მდივანი თავად იყო ჯარისკაცი და მან საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლაში ჭრილობებიც მიიღო და ის არის სამაგალითო ლიდერი. We are especially proud that our guest, United States Secretary of Defense, was a military man himself that was wounded in a combat operation and was awarded. ასე რომ კიდევ ერთხელ გულითადად მივესალმები საქართველოში თავდაცვის მდივანს და როგორც არაერთხელ აღვნიშნე, მან ამ ქვეყანაში რო საკუთარ ოჯახში და საკუთარ სახლში ისე უნდა იგრძნოს თავი. დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის. I'd like again to warmly welcome the Secretary of Defense of the United States and would like to reiterate that he should be feeling himself as if he is at home being here in Georgia. Please. Thank you. Minister, thank you very much. To our Georgian hosts and our fellow soldiers, thank you. Thank you for what you do and for your friendship and partnership. ბატონო მინისტრო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ქართულ მასპინძლებს მიმართავ, ჩვენ ქართულ ჯარისკაცებს მიმართავ. დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ, დიდი მადლობა თქვენი პარტნიორობისთვის და მეგობრობისთვის. And to our Marines, thank you. We are very proud of you. We are proud of what you do and what you represent and how you do your job. You are important ambassadors for our country, our way of life, and you do as much as any group of people to build bridges all over the world with other nations and other peoples. And I want you to know that. President Obama asked me to tell you hello, but he also wanted me to express his deep gratitude for what you do. ჩვენ საზღვაო ქვეითებს, ამერიკელ საზღვაო ქვეითებს მიმართავ. ვამაყობ ნამდვილად იმით, რასაც თქვენ აკეთებთ, ვამაყობ იმით, რასაც თქვენ წარმოადგენთ და როგორ აკეთებთ. თქვენ ხართ ჭეშმარიტად ელჩები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ცხოვრების წესის უცხოეთში. თქვენ ხართ ის ხიდი, რომელიც გვაერთებს ჩვენ ქვეყანას სხვა ხალხებთან, სხვა ქვეყნებთან და მინდა იცოდეთ, რომ პრეზიდენტ ობამამ პირადად დამაბარა მოსალმების სიტყვები თქვენთან და მისი მადლიერება გამოხატა. I'm particularly pleased to be here with my friend, the Georgian Defense Minister, who I've gotten to know over the years, but actually met him many, many years ago when I was here as a United States Senator. And I know of his commitment to the country and people of Georgia, and I know of his commitment to the American-Georgian friendship and partnership.
განსაკუთრებულად მოხარული ვარ, რომ იმყოფები საქართველოში და ვსტუმრობ ჩემს მეგობარს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, რომელსაც პირველად წლების წინ შევხვდი მაშინ ჯერ კიდევ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წარმომადგენელი ამერიკელი სენატორი ვიყავი და ვსტუმრობდი საქართველოს. ვიცი თავდაცვის მინისტრის ერთგულების შესახებ, რომელიც მას აქვს საქართველოს როგორც ქვეყნის და საქართველოს ხალხისადმი. და ასევე ნამდვილად ჩემთვის სასიხარულოა, რომ რაოდენობით დიდი მეგობარია იგი ამერიკის. I think most of you know the minister and I have just returned from the NATO summit in Wales, where I believe a great deal was accomplished, and I think a great deal was accomplished to enhance and expand the relationship among the NATO countries with Georgia. მინისტრი და მე ალბათ უმრავლესობა თქვენთაგანმა იცის, სულ ახლახანს დავბრუნდით უელსში გამართული ნატოს სამიტიდან. შემიძლია აღვნიშნო, რომ ბევრი რამ მიღწეულია და ბევრი რამ მიღწეულია იმ კუთხითაც, რომ ხელი შეეწყოს გაძლიერებას და გაფართოებას როგორც საქართველოსთვის კონკრეტულად და ასევე მის ურთიერთობას ნატოს მისიის ფარგლებში. I wanted to share a couple of thoughts with you, and then we will take a couple of questions. გაგიზიარებთ ჩემს რამდენიმე მოსაზრებას, ხოლო შემდეგ კი უკვე კითხვებს გავცემთ პასუხს. The three primary priorities that President Obama places on our country, I place on our Department of Defense, are these. People, every institution is only as good as its people. You take care of your people. Second, capabilities. We can't ask our Marines and our Georgian soldiers to go into combat without the capability and the edge that you must have. Third, an enhancement and enlargement and a focus on partner building, partner capability building. მინდა აღვნიშნო ის სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელიც აქვს პრეზიდენტ ობამას ჩვენი ქვეყნის წინაშე და ასევე მე როგორც თავდაცვის მდივანს მაქვს ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტის მიმართ. ეს გახლავთ პირველი ხალხი. ნებისმიერი დაწესებულება და ინსტიტუტი არის იმდენად კარგი, რამდენადაც კარგად ზრუნავს იგი თავის ხალხზე. მეორე გახლავთ შესაძლებლობები. შეუძლებელია მოვთხოვოთ, იქნებიან ეს ამერიკელი თუ ქართველი სამხედროები შევიდნენ ბრძოლაში, თუ მათ არ აქვთ სათანადო აღჭურვა და თუ არ არიან სათანადო შესაძლებლობებით აღჭურვილები. მესამე ეს გახლავთ ზრდა და გაღრმავება, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაუმჯობესება. And I know our Georgian friends share the same priorities, people, capabilities, and partners. ვიცი რომ ჩვენი ქართველი მეგობრებიც იზიარებენ ამ პრიორიტეტებს. იმ პრიორიტეტებს, რომელიც უკავშირდება ხალხს, შესაძლებლობას და პარტნიორებს. And I believe if there was ever a time in the world that partnerships are going to be important not just for the threats we face today, but future threats, unknowns. It is today for the emphasis on those partnerships. ჯერა რომ მნიშვნელოვანია პარტნიორობა და ეს მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ იმისთვის რომ მოახერხოთ დღევანდელი საფრთხეების გამკლავება, არამედ ხვალინდელი საფრთხეების, რომლებიც ჯერ კიდევ უცნობია. აი ზუსტად მაგისთვის არის მნიშვნელოვანი დღევანდელი პარტნიორობები. I wanted to come to Georgia right after the NATO summit for many reasons, but a primary reason was to emphasize to our Georgian partners, to the people of Georgia, how the United States values this relationship. საქართველოში მსურდა გამოსულიყავი ზუსტად ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ და ამისთვის რამდენიმე მიზეზი მქონდა, მაგრამ ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ მსურდა გამეზიარებინა საქართველოს პარტნიორები
საქართველოს ჩვენი პარტნიორებისთვის, ქართული ხალხისთვის, თუ რაოდენ ვაფასებთ დიდ მადლობას ვანიჭებთ ჩვენს თანამშრომლობას და პარტნიორობას. So I very much appreciate my day here, as I have spent time this morning with the defense minister, and will this afternoon meet with the president and prime minister to have the opportunities that President Obama wants to assure that we share our thinking and the continued reassurance and commitment of our partnership and the expansion of that partnership. ვაფასებ დიდად ამ შესაძლებლობას, რომელიც მაქვს დღესდილას შეხვედრა გქონდა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან. დღის განმავლობაში მექნება მოგვიანებით შეხვედრები პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მე ამ შესაძლებლობას ვიყენებ იმისთვის, რომ გავაჟღერო პრეზიდენტ ობამას სიტყვები დარწმუნებასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ ვიზიარებთ ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს და ასევე ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას და ერთგულებას ჩვენი პარტნიორების მიმართ. And I always feel better when I'm around US Marines. ბევრად უკეთესად თავს, როდესაც ამერიკელი საზღვაო ქვეითების გვერდით ვარ. Thank you. დიდი მადლობა. Thank you. Thank you very much. Okay. We're going to take some questions, and then I think we're going to get some photos. კითხვები იქნება ახლა, რომელზეც პასუხს გავცემ და შემდეგ გვექნება ფოტოს გადაღების შესაძლებლობა. New substantial package has been granted to Georgia in order to enhance the defensive capabilities and therefore securities of our countries. What implication it would have on the U.S. support to development Georgian armed forces? Thank you. Well, first, the enhanced partnership status relationship that Georgia has just received in NATO is going to expand significantly defense capabilities, training, equipping, partnership possibilities for Georgia with all of the NATO partners. პირველი გაძლიერებული შესაძლებლობების პაკეტი, რომელიც მიენიჭა საქართველოს ნატოსთან ურთიერთობაში, ნატოს უკანასკნელ სამიტზე, გახლავთ ის, რაც გააფართოვებს, გააღრმავებს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსთვის წვრთნის, თავდაცვის უნარიანობის და სხვა შესაძლებლობებს. და ეს არის ნატოს ყველა ქვეყნის, ყველა წევრის ამოცანა. This new status and relationship will give Georgia new capabilities. One of the things that the defense minister and I were discussing this morning are some of the specific areas that we can now take action on to follow through with the new possibilities to provide Georgia wider, deeper military capabilities to defend itself and continue to be an important and effective partner with the United States, as you have been and are in Kosovo, Iraq, Afghanistan. ახალი სტატუსი საქართველოს ასევე ახალი შესაძლებლობების გზას უხსნის და ახალ შესაძლებლობებს აძლევს. თავდაცვის მინისტრი და მე დღესდღეობით შეხვედრის დროს ვსაუბრობდით იმ კონკრეტულ სფეროებზე, რომლებშიც არის გადასაძმელი ნაბიჯები და რომლებიც იქნება მოქმედების არეალი. რაც გულისხმობს საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც არის უფრო გაზრდილი, უფრო ღრმა და მისცემს ქვეყანას შანსს, რომ გაზარდოს თავის თავდაცვის უნარიანობა იმისთვის, რომ ქვეყანამ უკეთესად დაიცვას თავი და ასევე შეძლოს, რომ იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ამერიკისთვის, როგორც უკვე წლების განმავლობაში იგი ადასტურებდა კოსოვოში, ერაყში და ავღანეთში. Thank you. მე დავამატებ, რომ საქართველოს ამერიკის ურთიერთობები და ჩვენი ურთიერთობები ახალი სტატუსით ნატოსთან არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არის ის ნაბიჯები, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენ უსაფრთხოებას და ასევე ჩვენი
ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას, ასე რომ ჩვენ საუბრობთ ჩვენი ინტერესების, ჩვენი ღირებულებების დაცვაზე და ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. I would just add that the Georgian-United States relation with that new status that Georgia was just granted are not aimed against any nation in the world. These are just with the primary objective of ensuring Georgia's security, ensuring Euro-Atlantic area security, so that to allow Georgia to defend itself and be a valuable partner which would protect its interests and values that are shared internationally. Good afternoon, Mr. Secretary. Sergeant Mizell, Food Service Specialist from 224H in Chicago, Illinois. We've had the United States Marine Corps and the United States military has had a proud strategic relationship and partnership with Georgia for several years. Can you comment on what are some of the more recent countries that we've partnered with that either hope to be NATO members or just other nations around the world in general? Thank you. კითხვა საზღვაო ქვეითების სერჟანტიდან ამერიკელი სამხედროები და საზღვაო ქვეითები ვამაყობთ იმ სტრატეგიული ურთიერთობებით და პარტნიორობით, რომელიც გვაქვს ჩამოყალიბებული საქართველოსთან უკვე წლების განმავლობაში. შეგიძლიათ გითხრათ კიდევ რომელ სხვა ქვეყნებთან იქნებიან ეს ნატოს წევრი თუ სხვა სახელმწიფოები ამერიკას აქვს უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა ან გეგმავს მას? Let me begin answering your question this way. The five countries that were included in this special partnership were, of course, Georgia, Australia, Finland, Sweden, and Jordan. And each of those three countries has played a role, a significant role, an important role, in participating in different events and partnering with the United States, and many of the events have included Georgia, as well as other NATO countries. თქვენ გითხოვს რომ გავცე პასუხი, მნიშვნელოვანი გავითვალისწინოთ იქ რომ 5 ახალ ქვეყანას ნატოს სამედზე მიენიჭა განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსი, მათ შორის არის საქართველო. თითოეული ამ ქვეყნებისგან იყო უკვე ჩართული და აქტიურად მონაწილეობს როგორც ამერიკის პარტნიორი ქვეყანა მიმდინარე მისიებში და მათ შორის იყო საქართველოც. And as we expand opportunities for more partners to participate with the United States and NATO, this will enhance Georgia, other countries, as we all focus on common interests, common threats, common challenges, and how we, as nations who value freedom and independence and respect for all opinions, democracy, prosperity, how all of us can work together to achieve that objective worldwide. გაფართოებული შესაძლებლობები გულისხმობს რომ სხვა ქვეყნებთანაც იქნება მეტი პარტნიორობა როგორც ნატოს ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. საქართველოს სხვა ქვეყნებთან ერთად არის და ეს არის ის ქვეყანა რომელთანაც გვაქვს საერთო ინტერესები, გამოწვევები და ის პარტნიორი ქვეყნებიც იქნებიან ჩართული, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ის ღირებულებები და პრინციპები, რომლებსაც ჩვენ პატივს ვცემთ: თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, კეთილდღეობა. The Georgia partnership is in many ways a model. What's going on at this base is a model for other partnerships and relationships that will be used in the future. So we build on the relationship partnerships we have now, what we've accomplished together as we expand and build out to bring in more countries, and this relationship is particularly important for that reason, among many reasons.
საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობა სანიმუშოა და ის რაც ხდება ამ ბაზაზე არის ნამდვილად მოდელი და ნიმუში, რომელიც მომავალში იქნება და შესაძლებელი იქნება გამოყენებული იქნება სხვა პარტნიორებთან და სხვა ურთიერთობებში მათ გასაღრმავებლად. მაგრამ ჩვენ ვაგებთ რა ახალ ურთიერთობებს, ახალ პარტნიორებთან ვაფართოვებთ არსებულს უკვე და ეს ურთიერთობები ნამდვილად რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ნამდვილად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. Thank you. მე მოკლედ აღნიშნავ, რომ ყველა სამხედრო საქართველოში მე როგორც თავდაცვის მინისტრი ვამაყობ იმ მეგობრობით, იმ სტრატეგიული ურთიერთობებით და იმით, რომ თქვენ მხარდამხარ ვარჯიშობთ, ვიწვრთნებით და ვიბრძვით, როგორიც არის სამხედრო ქვეითები. თქვენ ხართ განსაკუთრებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობისთვის და დიდ მადლობას გიძღვნით ყველა იმ დიდი დახმარებისთვის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია თქვენი უშუალო მონაწილეობით ხორციელდება. მადლობთ. Briefly, I would like to add that every serviceman and woman in our country, including myself, Defense Minister, we are really proud to have a chance to train and fight side by side the United States Marine. We are really proud to have this strategic relationship. Greatly these special relations that exist here and the input you have and contribution you have to enhance our defense capabilities. These relationships have lasted for more than 10 years and we hope that will be the case in future. Thank you. Thank you. Thank you.